სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებები განიხილა როგორც რუს კოლეგასთან სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბრისას, ასევე სომხეთში შეერთებული შტატების ელჩთან კრისტინა კვინთან შეხვედრისას. ინფორმაციის თანახმად გრიგორიანმა ასევე ისაუბრა რეგიონში საკომუნიკაციო გზების გამბოლქვასა და მის შედეგად შექმნილ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას ყველა ქვეყნის ინტერესების თვალსაზრისით. იუწყებიან, რომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ თავის მხრივ წარადგინა ალასკაზე გამართული რუსეთის ფედერაციისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრის შედეგები და შემდგომი მიმდინარეობა. სომხეთის უშიშროების საბჭოს აპარატის ცნობით გრიგორიანმა შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გზების გამბოლკვა მოხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის, იურისდიქციის და ორმხრივობის პრინციპების სრული პატივისცემის ფარგლებში. მათ კმაყოფილებით აღნიშნეს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში მიღწეული შეთანხმებები.